მოგესალმებით თქვენ წინაშე Digital Feed და დღეს მაქვს ძალიან სასიხარულო ინფორმაცია მათთვის, ვისაც ძალიან აინტერესებდა თუ როგორ იქნებოდა ახალი iPhone 14. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ვისაც ძალიან გაინტერესებდათ, პრინციპი შეიძლება გინახათ ესეთი ლიქერის, ჯონ პროზერის მიერ გავრცელებული ფოტოები, რომელშიც იდეაში ახალი iPhone 14 ძალიან უნდა გავდეს ძველ iPhone 4-ს. დიზაინის ინსპირაცია უნდა ყოფილიყო აღებული iPhone 4-ისგან. მაგრამ სამწუხაროდ ეს ყველაფერი ესე არ არის. დღესდღეისთვის ყველაზე აქტუალური ლიქი, რომელიც არსებობს, მოგვაწოდა 91 Mobile-მან გაავრცელა ეს ლიქები და მინდა გითხრათ, რომ ეს კონკრეტული საიტი 91 Mobile სარგებლობს ძალიან კარგი რეპუტაციით მთელი მისი არსებობის მანძილზე. მათ აქვს გავრცელებული ისეთი ლიქები, როგორც არის Pixel 6, OnePlus 10 Pro, Galaxy Tab S8 Ultra, კიდე სხვა მრავალი ყველას აღარ ჩამოთვლი, მაგრამ ერთი სიტყვით ძალიან სანდო საიტია. ეხლა კი ვისაუბროთ იმაზე, თუ ძირითადად რითი განსხვავდება ახალი iPhone-ი მისი წინამორბედისგან. პირველი და ყველაზე თვალსაჩინო, ეს არის ნოჩის გაქრობა, ეგრეთ წოდებული წარბის გაქრობა, რომელიც ახალ iPhone-ებში აღარ იქნება საბედნიეროდ. და მის ადგილს დაიკავეს ეკრანზე ჭრილი, როგორც Samsung-ებს ჰქონდათ თითქმის ყველა ბიუჯეტურ მოდელში. ეს არის ძალიან სასიხარულო ამბავი, რადგან ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი, რათა საერთო ჯამში საბოლოოდ გაქრეს ეს მახინჯი წარბი. რამდენ ხანში მოხდება ეს ყველაფერი ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ შეიძლება ვივარაუდოთ და იმედი გქონდეს იმის, რომ უკვე მომავალ წელს შეიძლება iPhone-ები ვიხილოთ საერთოდ ამ რაღაც მახინჯი წარბის გარეშე. მაგრამ საქმე თლად ეგრე კარგადაც არ არის, რადგან ვისაც ძალიან აწუხებს სიმეტრიული საკითხები, ანუ თლად სიმეტრიულად არ არის განლაგებული ეს კამერის ჭრილები მიკროფონის მიმართ. ეს, ალბათ საბოლოო ჯამში მაინც ლამაზი იქნება, იმიტომ რომ Apple-ს არასდროს არ ეშლება და საბოლოო პროდუქტი მაინც ყოველთვის ძალიან ლამაზი და ესეთი თვალში წესი ცუდად არ უნდა მოხდეს. კიდევ ერთი ცუდი ამბავია და ეს ცუდი ამბავი მდგომარეობს იმაში, რომ ესეთი ეკრანები ექნება მხოლოდ Pro ვერსიებს. ანუ ჩვეულებრივ 14-ს ექნება ისევ ეს მახინჯი ნოჩი და ისევ იგივენაირი ცუდი იქნება. მაგრამ Pro ვერსიებში რახანს გვაქვს, ეგ უკვე კარგია. მეორე სხვაობა უფრო თვალსაჩინოდ რომ დავინახოთ, აუცილებლად არა, მაგრამ ზევიდან თუ მოვათავსებთ ამ რენდერებს, რომელიც გაავრცელა 91 Mobile-მა ჩვეულებრივ iPhone 13 Pro-ს რენდერს, დავინახავთ, რომ ჩარჩოები უფრო შევიწროვებულია. ძალიან არა, მაგრამ მაინც შევიწროვებული და ეს უკვე კარგია. როგორც მაგალითად Samsung-ს აქვს ესეთი ვიწრო მაინც არ არის, მაგრამ წინა ტელეფონთან შედარებით უფრო შევიწროვებულია და უფრო დიდ ზედაპირს ტოვებს ეკრანისთვის. რაც შეეხება დინამიკებს, ყველაფერი დარჩა იგივენაირად, როგორც იყო 13 Pro-ში, 3 პატარა წერტილი იქნება მიკროფონისთვის და 5 წერტილი იქნება სპიქერისთვის. ხმის აწევის და ჩაწევის ღილაკებიც იგივენაირად რჩება, როგორც იყო 13 Pro-ში. ვფიქრობ, რომ უკეთესი იქნებოდა თუ მაგალითად iPhone 4-ისგან წამოიღებდნენ ყველაფერს, ანუ მაგალითად წერტილების მაგრად იქნებოდა ერთი მოგრძო ჭრილი მიკროფონისთვის და სპიქერისთვის და ხმის აწევის და ჩაწევის ღილაკებით შეიძლება რომ ის რაღაც მრგვალი კნოპკები გადმოიტანათ, ღილაკები გადმოიტანათ და რაღაც ახალი უფრო საინტერესოს გახდიდა ამ დივაისს საბოლოო ჯამში. ორი რამ იყო, რა ძალიან გამეხარდებოდა თუ დაემთხოვდა ჯონ პროზერის მიერ ნაჩვენებ რენდერებს, მაგრამ საბოლოო ჯამში ორივე სიცრუე გამოდგა. იმაჩნია რომ iPhone 4-ის და 5-ის კომბინაციით შეიძლება რომ შეიქმნათ ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი დივაისი, რომელიც საერთოდ ოდესმე არსებულა. მაგრამ თავი შეიკავეს, შეიძლება მომავალი წლისთვის ინახავენ ამ სიახლეს, რადგან წესით უკვე მოუწევთ განახლება. ზოგადად ის ფაქტი, რომ რაღაცა რადიკალური დიზაინის ცვლილება არ ქონდა, ეს არის ძალიან ნორმალური, რადგან თუ გავიხსენებთ iPhone 10-ის დიზაინს, გაგრძელდა 3 თაობა, 10, 10S და 11, ხოლო 6 გაგრძელდა თვითონ 4 წელი. იყო 6, 6S, 7 და 8. წესით არ უწევდათ ჯერ დიზაინის ცვლილება და შეიძლება ამ რაღაც რადიკალურ ცვლილებებს ინახავენ მომავალი წლისთვის. რაც შეეხება კამერის მოდულებს, სამწუხაროდ კამერის მოდულები იქნება ზუსტად ისეთი, როგორც იყო 13 Pro-ში. ანუ iPhone 4-ის მსგავს კამერას ვერ ვნახავთ. ეგ თვითონ корпуსში მოთავსებულ კამერას წელს ვერ ვიხილავთ. სამწუხაროა, მაგრამ შეიძლება მომავალ წელს როგორც უკვე გითხარით, რადიკალურ ცვლილებებს შეიძლება ინახავენ მომავალი წლისთვის. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ახალ iPhone შეიძლება საერთოდ არ ქონდა ფიზიკური SIM-კარტის ჩასადები და ემუშავა მხოლოდ ელექტრონულ SIM-ბარათზე. როგორც აღმოვაჩინე, ის ძალიან ბევრს უნდოდა, მაგრამ რეალურად ვერ ხვდები თუ რატომ. რომ დღევანდელ iPhone 13 Pro-ს უკვე აქვს ორივეს მხარდაჭერა, თუ გნებავთ რომ მოათავსოთ ელექტრონულ SIM-ბარათს, მიბრძანდით, მე მგონი მაგდისაც აქვს ბილანს არ ვიცი. არის საქართველოს ელექტრონული SIM-ბარათის ხელმისაწვდომობა და შეგიძლიათ ერთის გქონდეთ და მეორეც. რატომ უნდა გქონდეს ერთი, როცა შეგვიძლია გქონდეს ორივე ფუნქცია ერთდროულად.
ეს კონკრეტული ფოტოები, რომელიც ახლა თქვენ იხილეთ, ეკუთვნის Pro მოდელს. Pro Max-იც რა თქმა უნდა იქნება იგივე, საერთო ჯამში, მაგრამ ზომაში უბრალოდ ცოტათი დიდი იქნება. მაგრამ ეს ფოტოები არ არის ჩვეულებრივი iPhone-ის. iPhone 14 და 14 mini აღარ იქნება როგორც არის, მაგაზე ცოტა ხანში ვისაუბრებთ. ჩვეულებრივად დარჩება წარბი, რაღაც მახინჯი უბედურება. ასევე მოდი ვისაუბროთ იმაზე, რომ ვრცელდება ინფო, რომ iPhone 14 mini საერთოდ აღარ იარსებებს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ ადამიანს სურდა, რომ შეიქმნა ეს mini device, iPhone 5-ის ზომის მსგავსი. ძალიან ბევრს ჰქონდა სურვილი, მაგრამ საქმეზე რომ იდგა, ხალხმა ეს ტელეფონები საერთოდ არ იყიდა და გაყიდვებიდან გამომდინარე, Apple-მა გადაწყვიტა, იდეის ჭორის თანახმად, რომ ამ ტელეფონების წარმოება საერთოდ უნდა შეწყვიტოს. მაგრამ ასევე ვრცელდება ისეთი ჭორის, რომ იქნება გამნა რომ ხალხს ძალიან უნდა დიდი ტელეფონები და მოსწორს დიდი ტელეფონები, შეიძლება ვიხილოთ ჩვეულებრივ iPhone 14 Max-ი, არა Pro Max-ი, არამედ 14 Max-ი, რომელსაც ექნება Pro Max-ის მსგავსი ზომის ეკრანი, მაგრამ იქნება უფრო ბიუჯეტური ვერსია. ეხლა შევეხოთ ყველაზე მტკივნეულ თემას, რომელიც ეხება ამ ტელეფონების შიგნავს. როგორც ჭორი ვრცელდება, ახალი A16 Bionic ჩიპი, რომელიც თავარი მიზეზია, რის გამოც შეიძლება ადამიანმა ძველი iPhone-ი განაახლო ახლით, მოთავსებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ Pro მოდელებში. ხოლო ჩვეულებრივი არა Pro მოდელები ისევ გამოვა ძველი A15 Bionic ჩიპები. რა შემდგომარეობს ახლა პრობლემა. წინა წელს როცა გამოვიდა iPhone 13 და 13 Pro, ორივეს ჰქონდა იდეაში A15 Bionic ჩიპი, მაგრამ იყო სხვაობა. ერთის გრაფიკული პროცესორი იყო 5 ბირთვიანი, მეორეს იყო 4. იდეაში Pro ვერსიის ჩიპსეტი რა თქმა უნდა უფრო ძლიერი იყო და ჭორის თანახმად შეიძლება, რომ წლევანდელი iPhone 14 აღჭურვილი იყოს სწორედ იმ ძლიერი გრაფიკული, იმ კონკრეტული ჩიპსეტით, A15 ჩიპსეტით, რომელსაც ჰქონდა 5 ბირთვიანი გრაფიკული პროცესორი. და დადის ჭორები, რომ შეიძლება ჩიპს დაარქვან A15X-ი, ან რაღაც შეიძლება საერთოდ A16 დაარქვან და Pro მოდელის მოდელს დაარქვან A16 Ultra, A16 Pro, M1 ჩიპის შემთხვევაში ნახეთ მსგავსი რაღაცები და ძალიან სამწუხაროა, იმიტომ რომ წინა წელსაც როცა გამოვიდა mini, როცა გამოვიდა ჩვეულებრივი iPhone 13, როცა გამოვიდა Pro, ის ფაქტი ძალიან მახარებდა, რომ ყველას ჰქონდა ყველაზე კარგი ჩიპსეტი. იდეაში ასე თუ ისე შეიძლება დაფიქრებულიყავი გეყიდა mini, შეიძლება დაფიქრებულიყავი გეყიდა 13 ჩვეულებრივი, მაგრამ წელს უკვე თუ ესეთი აშკარა იქნება, რომ ერთს იქნება ძლიერი ჩიპსეტი და მეორეს იქნება სუსტი ჩიპსეტი, რატომღაც ვფიქრობ, რომ იმის მიზეზი, რომ ადამიანმა შეიძლება შეიძინოს 14 ჩვეულებრივი და არა Pro მოდელი, უფრო და უფრო მცირდება. არის ერთი პლუსიც, რაც მდგომარეობს ოპერატორულ მეხსიერებაში. წელს უკვე ყველა iPhone იქნება აღჭურვილი 6 GB ოპერატორული მეხსიერებით. წინა წელს Pro ვერსიას ჰქონდა მხოლოდ და მხოლოდ 6, თუ სწორად მახსოვს, ხოლო არა Pro ვერსიას ჰქონდა 4 GB ოპერატორული მეხსიერება. წელს უკვე ყველას ექნება 4-ს ექნება 6 GB ოპერატორული მეხსიერება. მაგრამ გვაქვს ერთი პრობლემა. Pro მოდელის ოპერატორული მეხსიერება იქნება LPDDR5-ის ტექნოლოგიით გაკეთებული ოპერატორული მეხსიერებები, რომელიც რა თქმა უნდა უმჯობესია და უფრო ახალია, ხოლო ჩვეულებრივი 14-ების იქნება LPDDR4, ანუ ძველი ტექნოლოგიით შექმნილი ოპერატორული მეხსიერებები. ესეც რა თქმა უნდა კიდევ უფრო ამცირებს იმ მიზეზებს, რის გამოც შეიძლება ადამიანმა შეიძინოს ჩვეულებრივ iPhone 14. დღესდღეობით ვეცადე რომ ყველა ის აქტუალური და ყველა ის სანდო წყაროსგან გავრცელებული ინფორმაცია ერთად შემეკრიბა და თქვენთვის მეჩვენებინა, დიდი ალბათობით რაც მე ხლა თქვენ მოგიყევით, რეალობა შეესაბამება და ესე იქნება ალბათ 90%-ით, მაგრამ რა თქმა უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ სანამ საბოლოო ჯამში პროდუქტს არ ვიხილავთ, რაღაცა ცვლილებები შეიძლება მოხდეს, მაგრამ 90%-ით, საერთო ჯამში რაღაც კონკრეტულზე არ გვისაუბრია, მაგრამ მაინც შეიძლება რაღაცა განსხვავებული გამოვიდეს. ყველაზე სანდო დღესდღეობით რაც არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ეს არის, მეტი ამაზე არანაირი ინფო არ არსებობს, რომელსაც შეიძლება ადამიანი იდო. ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი, თქვენი დამოკიდებულება ამ ნაბიჯების მიმართ, რომელიც წელს Apple-მა უნდა გადადგას იდეაში და ჩვენ წინასწარ ჭორის დონეზე ვიცით. მაინტერესებს რას ფიქრობთ ამაზე, სწორი იქნება, არ იქნება სწორი ჩიპსეტების მსგავსი ვარიაციები ამ ტელეფონების მიხედვით და ასევე მაინტერესებს, ზოგადად მაინტერესებს ხოლმე რო გამოდის რაღაცა mini ჩვეულებრივი ვერსია, ხალხს აზრმეტეს უმრავლესობა, რომლისკენ უფრო ემხრობა. შეიძლება ადამიანს ჰქონდეს რესურსი, შეიძლება ჰქონდეს ფინანსები, მაგრამ გინდოდეს პატარა ტელეფონი. ჩვეულებრივი iPhone-ი რატო უნდა გინდოდეს, ეგ არ ვიცი, mini რომელიც არ არის, მაგრამ მაინც უბრალოდ მაინტერესებს, რომელ ტელეფონს შეიძენთ თქვენ, იქნებოდა ეს Maxi ჩვეულებრივი, Pro Maxi ჩვეულებრივი Pro და წერეთ კომენტარებში თუ რომელ ტელეფონს შეიძენთ და კიდე რა ფერის ტელეფონს ისურვებით, რომ
დამატებულიყო ახალ iPhone-ებში, როგორც ყოველთვის ემატება ყოველწლიურად. გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო, გაუზიარეთ ეს ვიდეო თქვენს მეგობრებს, ან დაგვეხმარებით განვითარებაში. ახლა მომავალში ვაპირებ რომ გავაკეთო Facebook ჯგუფი, რომელშიც იქნება, შევიკრიბებით ისეთი ხალხი, რომელსაც გვაინტერესებს ტექნოლოგიები და გაუზიარებთ ჩვენ აზრებს ერთმანეთს, გვექნება უფრო ახლო კომუნიკაცია და ვეცდები კიდე Instagram-ის page-საც რამე მოუხერხო, ჯერჯერობით აზრს ვერ ვხედავ Instagram-ის page-ის გაკეთებაში, მაგრამ საბოლოო ჯამში შეიძლება ეგეც გავაკეთო. დღესდღეისთვის სულ ეს იყო, თაგემ მშვიდობებით და მომავალ შეხვედრამდე.